მომავალს როგორ ხედავს, აი 2030-ში ეს სიტუაცია იქნება. მეგობარი რუსთაველზე ხშირად ეცინებოდა მე არ მინახავს ეს ვიდეო მანამდე. ხო ხართ მოწმე. ხო დაადასტურეს, რასაც ვამბობდი. თელი ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელსაც უპასუხებ ჯანელა ერთ-ერთი მათ შორის, ხო დაადასტურეს, რასაც ჯერ ხო აი ჩვეულებრივად რუსთაველის გადაკეტვა რას ნიშნავს? ამაზე ვერ ჩამოყალიბდა ეს ხალხი. ტრადიციულად რუსთაველი იკეტებოდა, მაგას ნიშნავდა რუსთაველის გადაკეტვა, რომ ხალხი არ ეტეოდა თავრობის ახლისი და იკეტებოდა რუსთაველი. რუსთაველის გადაკეტვის კონცეფცია, სადაც 30 კაცი დგას შუა რუსთაველზე, კლოუნივით რაღაც მასკებით, ზოგს თვალი აქვს ახვეული, ზოგს რაღაცა აქვს. ნუ მეტყვით ახლა იმას, რომ იმალებიან. არა, რა ჯარიმები ხალხის ზოროსავი თვალი რო აქვს ახვეული, მაგითი ვერ მოახდენენ იდენტიფიცირებას. აი თვითონ ფორმითაც კლოუნადას დაემსგავსა ეს ყველაფერი. თვითონ ადასტურებს, აი თქვენი კადრები ვინმე რო ნახოს, ეს ადასტურებს რასაც ვლაპარაკობ. და უბრალოდ ეს ხალხი, რომელიც აი ბოლო სტუმარი ერთ-ერთი ამბობდა რატომ ასხამ ქოცების წისქვილზე წყალსო? აი ამ კლოუნადას რო ატარებ. ამაზე მეტად ქოცების წისქვილზე რა ასხამს წყალს. და ჯანელას უპასუხებ ამ შეკითხვას 2030 წელსო რა გვეშველება როგორ ხედავდა. ისევ ბიბლიიდან მოვიყვან ციტატას. აი ღმერთის იმედად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ 2030 წელს 40 წელი მთავრდება. 40 წელი ბიბლიური თარიღია მოგეხსენებათ. მოსემ ამდენი ხანი ამოგზაურა ხალხი ეგვიპტიდან ახმულ მიწამდე. იმიტომ კი არა 40 წლის სასიარულო იყო იქ. იმიტომ რომ ეს ხალხი გზაში უნდა გამოსწორებულიყო და თავისუფლება რა არის უნდა ცოდნოდა. აი მე მართლა ამის იმედი მაქვს, რომ 2030 წელს აი ეს კლოუნადა აღარ გვექნება და გვეცოდინება რას ნიშნავს მართლა ბრძოლა, რას ნიშნავს სერიოზულობა, განსაკუთრებით ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორც არის ქართული ცნება და ბიძინა ივანიშვილი. და აი ესეთი კლოუნადა იქნება განდევნილი ნორმალური ხალხის მხრიდან. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა სხვათა შორის აი ზუსტად ამას აწვებაო იაგო, რომ აი სადღაც ზეცაში წყდება ყველაფერი ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო და დაახლოებით რაღაცნაირად ადასტურებთ ამ მიდგომას ახლა. არა, ზოგადად ქართველმა ხალხმა რომ ბიბლია გადაიკითხოს შინაარსიანად, ამაში ცუდი არაფერი არ არის. მე იმ ხალხისგან ნაკლები მოლოდინება იქ რო ახლა გიჟობებს ლაპარაკობდა, მაგრამ ზოგადად ეს იგავი კი არ არის, რასაც მე ვლაპარაკობ. ეს არის ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ მონობაში რო გაიზარდე და დაიბადე, შენ დრო გჭირდება იმისთვის, რომ თაობა შეიცვალოს და თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი საზოგადოება ააშენო. მე მჯერა რომ 40 წლის გასვლის მერე და ეს თარიღი შემთხვევით არ წერია ბიბლიაში. ეს საზოგადოება შეიცვლება ისე, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ასეთი კლოუნადა არ იქნება, რასაც ახლა ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ. ამას არაფერი კავშირი არც ბრძოლასთან არ აქვს, არც რუსთაველის გადაკეტვასთან არ აქვს, არც პროტესტთან არ აქვს. და კარგი იქნება თუ ამას დროზე მივხვდებით და იმ ხალხს, რომელიც ახლა აფრთხობს ნორმალურ ხალხს რუსთაველზე გამოვიდეს, რაღაცნაირად იქაურობას გავარიდებთ. იმიტომ სულ იქნებიან ქოცები. სანამ აი ეს კლოუნადა იქნება რუსთაველზე მოწყობილი ქოცები სულ იქნებიან. ბატონო იგო, ის რასაც თქვენ უძახით კლოუნადას, შესაძლოა და მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებისთვის არის პრინციპის საკითხი და როდესაც ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ჯარიმებს უწესებს 5000 ლარიანი ჯარიმა, ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ ბევრისთვის შეუძლებელია ამის გადახდა, ხო? ეძებენ გზებს, როგორ დარჩეს რუსთაველსაც, რუსთაველიც გადაიკეტოს და ამით რეზონანსი ხმა მიაწვინოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მე გაგახსენებთ, რომ მეგობარი აქტი ახლახან მიიღეს, ხომ თქვენ ამბობდით, რომ ახალი წლის შემდეგ რეალობა არ შეცვლილაო. იცვლება ეს რეალობა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოება სწორედ ამ ხალხს პასუხობს, ხო? და დავანებოთ მოდით აი ამ საკითხს, ავიდა ყოველას შეურაცხყოფას, თქვენ ამბობთ, რომ ყოველას არ ვაკეთებ ეს შეურაცხყოფას. ნუ ვისაც მიაყენეთ, არისო ეს ცოტა ფრთხებაო ხალხიო. აი ქვეყანაში სამწუხაროდ. მაგიტომ ფრთხება ეს ხალხიო, ვინც თქვათ რუსთაველზე მყოფი საზოგადოების გამო შიშობს ან თავს იკავებს აქციაზე გამოსვლისგან. არის ეს ფესხო ფაქტია. არა კაცო, მე ვერ ვესაუბრები, მე ვერ ვესაუბრები, იმიტომ რომ გონიათ რომ ქართულ ოცნებას შეიძლება დაუპირისპირდეს, მაგრამ არა ინფორმით, რა ფორმასაც ეხლა ვადევნებთ თვალს, თქვენ შექმენით ეს ალტერნატიული. არა, მასე ხო არ ხდება, წარმოვიდგინეთ, ეს დაახლოებით როგორ რაღაცაა, იცი რომ ნახეთ როგორ წარმოვიდგინოთ, ერთი წამით წარმოვიდგინოთ ფეოდალური საქართველო. და სიტყვაზე 10 ფეოდალიდან 9 გიჟია და იძახის რომ ჩვენ რაღაცა მტერს უნდა ვეომოთ აკრობატული ილეთებით. პირობითად, რაღაცა გიჟობა უნდა გავაკეთოთ, რაც აი მაგალითად ჯარიმის გადახდისნაირი გიჟობა, როგორც იყო. რომ ქოცები გავამდიდროთ ამ აქციაზე, სინამდვილეში დავაჯარიმებიოთ თავი, მე გადავიხადოთ 36 მილიონი. აი ესე არაჯარიმებინებს თავს, აი ესე. არა, რას მელაპარაკები, იმის იდენტიფიცირებას რა უნდა? მართლა
მე მაგალითად არ მეკეთა პირბადე და მე ვასრულებდი ჟურნალისტურ ხალხის იდენტიფიცირებას რა უნდა ელისო რა უნდა ხალხის ასე იდენტიფიცირებას არა ეს კლოუნადაა სიამოვნებაში ამას არანაირი სერიოზულობა არ გააჩნია ხო მე რა მაგალითის მოყვანა მინდა იცით რომ ერთი ვიღაც რო იყოს ცალკე ერთი ფეოდალი რომელიც იძახის რომ ხალხო არ შეიძლება ასე მოდი სხვანაირად მოვიქცეთ და ამას ეს ცხრა რო ეუბნებოდეს რომ მიდი შენ ცალკე ეომე თუ მაგარი ხარო ეს ხო არ იქნება სწორი საერთო საქმისთვის